სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს. საქმე ეხება საჯარო განცხადებებს ირანისა და საქართველოს შესახებ ურთიერთობებზე. ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელმაც მედიასთან კომენტარიც გააკეთა. უფრო მეც თემაზე ხატია ჯამალაშვილი გვეტყვის, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ხატია, დეტალებს ველით შენგან. სულ რამდენიმე წუთის წინ შევიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც ვარაუდობს, რომ სავარაუდოდ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა გამოკითხვაზე მის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც გია ხუხაშვილი საუბრობდა, რომ შესაძლოა მოეწყოს რეგიონში ტერორისტული აქტების სერია. გია ხუხაშვილი არ პასუხობს ამ თემაზე და დეტალურ კითხვებზე პასუხებს, რადგან ის ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ შეუძლია დამატებით დეტალებზე საუბარი, თუმცა მან დღეს განაცხადა, რომ ეს განცხადება გააკეთა იმ ანალიზის საფუძველზე, რომელიც ღია წყაროებში მოპოვებული ინფორმაციის შედეგად გააკეთა. გია ხუხაშვილი არ აკონკრეტებს თუ რა წყაროები არის ეს, რა აძლევს ამ განცხადებების საფუძველს, თუმცა ის ამბობს, რომ ყველაფერი ზედაპირზე დევს და ყველა დაკვირვებული თვალი მიხვდება, რომ ეს საფრთხეები არის რეალური. გია ხუხაშვილის განცხადებით, დღეს მას დავუსვით ჩვენ კითხვა, შესაძლოა თუ არა იყოს დააკავოს ვინმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ის არ გამორიცხავს და ამბობს, რომ თუ მას დააკავებენ, მისთვის ეს უცხო არ იქნება და შეეგუება მის დააკავებას. გია ხუხაშვილის განმარტებითვე არის რეალური საფრთხეები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ზეგავლენისა საქართველოზე და მისი განმარტებით მან ხაზი გაუსვა, რომ ეს დასკვნები მან გააკეთა ღია წყაროებში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. მე ვთქვი, რომ რისკები იმისა, რომ ტერაქტების სერია დაიწყოს საქართველოში არ მithქვამს რეგიონში მთლიანად, არის მაღალი. ალბათ ისრაელის საელჩოს განცხადებასაც ნახავდი. მე დიდი ბოდიში, მაგრამ წარმოშობით ებრაელი ვარ რა. ასე რომ პირად საფრთხესაც ვგრძნობ. მე დაკავების ნამდვილად არ მეშინია. როდამაგავ რა ვერი წამოვწვევი და წავიკითხავ წიგნებს. აი რატომ უნდა დაკავონ ინფორმაციას? ნუ ეხლა აბსურდია ხო? საქართველოს მოქალაქეები გადიოდნენ მომზადებას, კი? ანუ რის საფუძველზე და ეს სუსმა ჩემზე კარგად იცის. უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება სწორედ ამ მუხლით მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება უკვე რამდენიმე დღეა, ვიხილეთ გამოკითხვების სერია, გამოიკითხა ყველა ის პირი, რომელმაც ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადებები. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა ასევე ექსპერტი გია ხუხაშვილი, მის მიერ სავარაუდოდ გაკეთებული განცხადების საფუძველზე. ვნახოთ თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გამოკითხვა და რა განცხადებებს გააკეთებს ექსპერტი გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ. მადლობა, პირდაპირ ეთერში ხატია ჯამალაშვილი საუბრობდა.